შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ვართ, ეს არის მაგნოლიას კუთხე და აქ არის რამდენიმე რესტორანი, რამდენიმე კვების ობიექტი, ერთ-ერთი არის არაბული სამზარეულო, რომელიც ძალიან არ მოგვეწონა ვიზუალურად და ვიხდით, რომ აქ აუცილებლად უნდა შევსულიყავით. აი, ყოველთვის ესეთი მოუწესრიგებელი რო არის, უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ჯანსაღი გარემო ჩვენ შიგნით არ დახვდება, მაგრამ მოდით მაინც გადავამოწმოთ. აი ეს არის დამსხრეული მინა, რაღაცა აბრა, რუსულად, ინგლისურად, არაბულად, მაგრამ არა ქართულად. საქართველოში ვართ ბათუმში. ნახოთ მაცევრებში რა მდგომარეობა, ვინ არის აქ შემზარეული? პროდუქციას ვადა უნდა ეწეროს. მაცევრები სამწუხაროდ დაკარებულია ფელაფინი, ამ წუთში მოვიდა ბაზარი. დასასუფთავებელია მაცივარი, აი ხედავთ, მაცივარი დასასუფთავებელია. აი აქ ნახოთ რა მდგომარეობაა. აი ეს არის სამზარეულო, შეხედეთ წყალი როგორ გამოდის, ნახეთ რა მდგომარეობაშია, ყოვლად დაუშვებელია. ტერიტორია უნდა სუფთავდებოდეს, რა მდგომარეობაა, როგორი სიბინძურია. მე ისრაელის მოქალაქე ვარო, რა მნიშვნელობა აქვს სადავრი მოქალაქე არის, მთავარია რომ უნებლად და სუფთად უნდა ხდებოდეს პროდუქციის მომზადება, მაგიდები უნდა იწმინდებოდეს სათანადოდ. ესეთი ზედაპირები არ უნდა იყოს. ბოსტნეული და იქვე დაჭრა მიმდინარეობდეს ჯვარედინი დაბინძურების მაღალი რისკია. კედელი სათანადოდ ვერ სუფთავდება, ნახეთ რა მდგომარეობაშია. აქაც ნახეთ ზედაპირები რა მდგომარეობაშია და ამას შეხედეთ. აი რატო არ უნდა და ჩვენი აქ შემოსვლა. აი ნახეთ. აი ზუსტად სტუმრები ნახეთ. ტარაკნებია ობიექტზე სამწუხაროდ. აი ნახეთ, აი შეხედეთ ტარაკანა, აი და ქვევით ნახეთ როგორი სიბინძურია. აი ნახეთ. ქართული კანონმდებლობით დერატიზაცია, დესინსექცია ობიექტზე უნდა კეთდებოდეს. ქვევითაც ნახეთ როგორი სიბინძურია და ეს არის აი ძალიან მცირე ზომის სამზარეულოა. ზედაპირების ნახეთ როგორი მოუწესრიგებელია, ძალიან მწუხვარ და ტარაკნები ობიექტზე არ უნდა იყოს. მენიუს გადავხედოთ. აქაც არაბულად და მე მგონი ისრაელის მოქალაქეებიც არიან, რაღაც ამ ქალბატონმა პალესტინა ახსენა. აი ეს კერძებია, რას გაიგებ, აბა თუ მიხვდებით, ნუ ალბათ ეს ფასებია, ხო? 27, 28, 25, 30, 2.5 ღირს კოკა-კოლა. ნუ აი ესეთი არაბული ნაწერია და ჩვენთვის რა თქმა უნდა ცოტა გაუგებარი. იცით რა არის? ის რომ მე ჩვენთან ქართველები არ შემოდიან და უცხოელები შემოდიან ხალალ სამზარეულოზე, ეს არ არის გამართლება. ანუ მე რო შემოვიდე საქართველოს მოქალაქე, გამოდის რომ ვერც მენიუს ვნახავ, ვერც წარწერას ვერ წავიკითხავ, ვერაფერს, ხო? ეს ნამდვილად არასწორია. ჩვენ ვხედავთ აქ სტუმრებს, რომლებიც გემრიელად მიირთმევენ. აი აქედან მე რასაც ვხედავ უკვე სამზარეულოს ნაწილი, მე არ მომწონს და მე წარმოვიდგენია ეხლა მრისხანე მადონა როგორ მდგომარეობაში იქნება. აქ მაცევრები უფრო მოწესრიგებულია, იმიტომ რომ გარე სივრცე არის და მომხმარებელი უყურებს, მაგრამ აი აქ ხდებოდეს ჭურჭლის დარეცხვა არასწორი არის, ჭურჭელი ან აქ უნდა ირეცხებოდეს, ან იქეთ უნდა ირეცხებოდეს. აი ეს არის ზუსტად კრიტიკული შეუსაბამობა, აი ნახეთ გამწოვებში და ნახეთ როგორ წვეთავს, აი შეხედეთ, აი ახლა ნახეთ როგორი აი წვეთა მიმდინარეობს და აი რატო არ უნდა და ჩვენი შემოსვლა და კანონმდებლობაზე რატო გველაპარაკებოდა. როდესაც კანონმდებლობაზე საუბრობთ, ნება იბოძეთ და თქვენ თვითონ დაიცავით კანონი. როგორ მდგომარეობაშია, ნახეთ, აი რა მდგომარეობაშია კედლები, შეხედეთ და ეს ნახეთ. აი ეს სრული კოშმარი ნახეთ და აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს და აი ეს მდგომარეობაც ნახეთ, აი ზეთიც რა მდგომარეობაში. თქვენ თვითონ ნახეთ, მე კომენტარსაც არ გავაკეთებ. ზედაპირები, აი ნახეთ რა მდგომარეობაშია და ისეთი მიწეპებულია, აი ნახეთ. აი ნახეთ როგორი მიწეპებულია. მოძრაობაც კი უჭირს და აღებაც გვიჭირს. შეხედეთ, აი ეს არის სამზარეულო. და ესენი კანონმდებლობაზე დაგვიწყებენ საუბარს. აი ეს არის ჩვენი ლმობიერების და ჩვენი ტოლერანტობის ბრალი. საქართველოში ბიზნეს ვინც აწარმოებს, კეთილი ინებოს და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს და ესეთი კონდენსატი ასეთი კონდენსატი ობიექტზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ეს არის ზეკრიტიკული შეუსაბამობა
და ეს არის აი ყოვლად დაუშვებელი. ეს არის სამზარეულოს კედელი. შიგნით სამზარეულოში ვართ. აი ეს არის რესტორანი, სადაც თვითონ და ყველა წესების დაცვით ამზადებენ პროდუქციას. არის კამერა, რომელიც აკვირდება სტუმრებს, ბიჭები აგერ ელოდებიან თავის კერძებს. უბინძურესი ვერ შევეხები. დედა რა სიბინძურია. აქ კოღო კი არა. ნახეთ რა სიბინძურია. მოდით აქაც ვნახოთ სველი წერტილი. აი მე რაღაცა მაი ჟანგიანი რას გავს ეს, რას გავს აქაურობა. ძალიან არ მომწონს, არ მინდა რომ ხელით შევეხო რამეს. უბრალოდ შევამოწმებ, რომ აი ესეთი საპონიც არის და არის თხევადიც, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო გარემოა. არ ვიცი, მე პირადად ეგეთი ობიექტები ჩემი პირადი მომხმარებისთვის ნამდვილად არ მომწონს. აქ არის ასევე ტუალეტი. აი ესეთი, რომელიც მე ასევე არ მემწონს. მაგრამ ვიღებთ ობიექტური სურათისთვის, უნდა გადავიღოთ. არ მინდა არაფერს შევეხო. არაბული რესტორანი, რომლის სახელი არ ვიცი. ავიხედოთ, იქნებ ვიპოვოთ სადმე ქართული წარწერა. სად არის, აბა? გალილ არის ეს რესტორანი, მაგრამ ქართული წარწერა ვერ ვიპოვე. თავი მგონია სადმე იორდანიაში, ნამდვილად არანაირი ცნობადობა, აი ესეთი რამე ნიშანი, რომ ეს ქართულია არ არის. მე ვერ ვხედავ, მე უკვე აღარ ვამბობ იმაზე, რომ რაც გადავიღეთ სამზარეულოში. აი ხლა დასკვნა გამოიტანეთ თავად. უნდა იყოს თუ არა ეგეთი ობიექტი აჭარის დედაქალაქში, ბათუმში.